წარმოიდგინეთ მოზარდი, რომელსაც აქვს ბრწყინვალე პოტენციალი და ნიჭი, მაგრამ მისი ენერგია იხარჯება მუდმივ შინაგან ბრძოლაში. ის ხშირად იყინება სტრესის პირისპირ, არ იღებს საკმარისად ხარისხიან ძილს და თავს აძლევს უფლებას, რომ მისმა აზრებმა პესიმისტური სცენარების შექმნას. მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული გარდამავალი პერიოდია, რადგან ამ დროს ხდება გადასვლა ბავშვობიდან ზრდასრულობაში. სწორედ მოზარდებში ვლინდება ყველაზე ხშირად შფოთვა და სტრესი პირველად. რამდენი მიზანიც არ უნდა დაისახოს მოზარდმა, თუ ის მუდმივად შფოთავს, ახალი გამოწვევების პირისპირ, ის ვერ შეძლებს სრული პოტენციალის გამოვლენას. სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულად დაიწყოთ თქვენი შვილების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ჩვენს ლექციაზე შფოთვისა და სტრესის მართვა თქვენ მიიღებთ ცოდნას და გაიგებთ, თუ როგორ აქტიურდება ჩვენი ტვინის თავდაცვის სისტემა შფოთვისა და სტრესის დროს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოზარდს ამ მძაფრი რეაქციების მართვაში. თქვენ ასევე გაიგებთ, თუ რა მიდგომები არსებობს იმისთვის, რომ შევამციროთ შფოთვის შემაფერხებელი ძალა და ვასწავლოთ მოზარდს შიშის მიუხედავად მიზნების მიღწევა. ჩვენი მიზანია მოგცეთ ფსიქოთერაპიული ცოდნა, რათა შექმნათ უსაფრთხო სივრცე თქვენი შვილებისთვის. ეს უმთავრესია მათი ემოციური მდგრადობისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის. მე ვარ ოლიკო ნაკაშიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. გელოდებით ლექციაზე, სადაც ერთად გამოვიკვლევთ, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ემოციური მდგრადობის მყარი საფუძველი თქვენი შვილებისთვის, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განვითარება.